რა ან ვინ გაგახარებთ ახლა მომავალში? ეხლა იფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ რა ენერგიებში ხართ ამჟამად. და რა გაგახარებთ ახლა მომავალში? ფიქრეთ ისევე საკუთარ თავზე. რა დადებითი სიახლეები გექნებათ 2 კვირის განმავლობაში. ესე იგი, ახლანდელ სიტუაციას რაც შეეხება, საკმაოდ გაბრაზებულები ხართ. შეიძლება სიბრაზე გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან დაგწყვიტეს და ძალიან გადგინეს გული და ეხლა ამ ყველაფერმა თქვენში გაბრაზება, გაღიზიანება, ესე თუ 100 ამაყის განცდა გაქვთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ მე როგორ მაკადრეს, ან მე როგორ შემეფერება, საერთოდ ესეთი სიტუაცია და ამ მდგომარეობაში ყოფნა. გარეგნულად შეიძლება ესე ძალიან მაგრად გახართ, ძალიან ყოჩაღად, მაგრამ შინაგანად საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს. გადაღლილობა, ენერგიების ამოწურვა, გულში დარტყმასავით შეიძლება მიიღეთ და არა მარტო გულში, აი ღალატივით შეიძლება იგრძენით და ძალიან დიდი ტრავმა მიიღეთ ახლო პერიოდში. მამაკაცი ამოდის სხვათა შორის, აქ შეიძლება მამაკაცებმა საპირისპირო სქესისგან. აქ აი ურთიერთდაპირისპირება ქალსა და მამაკაცს შორის, twin მამაკაცს შეიძლება პარტნიორის განღებულობთ ძალიან დიდ დარტყმას, აი ზურგში დანის ჩაცემასავით რომ არის ისეც, მაგრამ თლად ეს ყველაფერი ცუდათაც არ იქნება, მინდა გითხრათ ახლა მომავალში შეიძლება და გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, ამ ასეთი რთული მდგომარეობიდან, დეპრესიიდან, შეიძლება ზოგიერთ ფიზიკურად ადგომის თავი არ გაქვთ, ფიზიკურად რამის კეთების თავი, მაგრამ ახლა მომავალში ენერგიები შეიძლება თავდაჯერებულები გახდებით უფრო მეტად, შეიძლება რაღაცა ემოციური, არ ვიცი, შეიძლება ადამიანი მოიდეს და პატიება გთხოვოთ უბრალოდ და თქვენ ეს ყველაფერი თქვენს გულს მალამოთ მოედოს, ანუ ისეთი ნაბიჯი გადმოდგას და ისეთი რაღაც გააკეთოს ამ ადამიანმა, რომ აი გაგახაროთ და ერთიორად ეს სიბრაზე შეიცვალოს მერე უფრო სხვა ენერგიებში და უფრო თავდაჯერებულები გახდებთ, უფრო ღია, უფრო გახსნილები თითქოს თქვენს ძალებს, თქვენს ენერგიებს ირწმუნებთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არ არის. ემოციურად და იმედი მოგეცემათ. თითქოს ეხლა იმედი გაქვთ დაკარგული და იმედი გაგიჩნდებათ აუცილებლად ახლა მომავალში და ეს იმედი ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგია თქვენ, იმიტომ რომ თქვენ თითქოს იმედი არ გაქვთ და ეს იმედი გჭირდება და ეს აუცილებლად გექნებათ და რეალურად აქ მოდის რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომელიც აი გულს გაგიხსნით, ემოციებს გაგიხსნით და აი თითქოს ზიარები უნდა მოგიშუშოთ ეს რაც ახლა გაქვთ და რასაც გადიხართ ამ პერიოდს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. პირად გაშლებისთვის შეგიძლიათ WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწეროთ, Facebook მაყურებელს პირად შეტყობინებაშიც შეგიძლიათ.